ჟურნალისტების საავტორო უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან ერთად ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ დღეს დილიდან ბათუმის რადისონში მსჯელობენ. ტრენინგს მედია საშუალებების წარმომადგენლებს საკპატენტისა და საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრებთან ერთად მიუნხენისა და ამერიკის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებიც უტარებენ. სემინარის მიზანი საავტორო უფლებების დაცვის მეთოდებისა და საკანონმდებლო ბაზის გაცნობაა. ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რაც ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ სწავლება მართლმსაჯულების წარმომადგენლებს გუშინ ჩაუტარდათ. ტრენინგის ორგანიზატორები არიან შეერთებული ვაჭრობის დეპარტამენტი და ამერიკის საელჩო საქართველოში. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასმედიაც გათვითცნობიერებული იყოს ამ საქმეში, როდესაც ხდება თქვა სტატიის მომზადება, რეპორტაჟის მომზადება ნებისმიერ დროს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვა ყველა მიცოდეს, მათ შორის თავისუფლებებიც, იმიტომ რომ თქვენი საქმიანობას დაკავშირებულია ინტელექტუალურ საკუთრებასთან, ინტელექტუალურ შრომასთან. საქართველოში ბოლო რამოდენიმე წელია, რაც ამ მხრივ დაიწყო ინტენსიური მუშაობა, მიმდინარეობს რეფორმირების პროცესი დღემდე აქტიურად და მნიშვნელოვნად არის გაზრდილი როგორც საზოგადოებრივი ცნობიერება, ასევე შემცირებულია დარღვევების ფაქტები და ძალიან დიდი როლი ენიჭება ამ კუთხით მასმედიას. შენ როგორც ამ თემებზე ჩვენ წერთ უშვებ ბევრ შეცდომებს, ვერ ვასხვევთ ერთმანეთისათვის რა არის პატენტი, რა არის საკუთრება, რას ნიშნავს ამის დაპატენტება, რას ნიშნავს შეიძლება სრულად შენი იყოს ყველაფერი, მაგრამ თუ დაპატენტებული არ აგაგ და დაგასწარი და შეხება არ მქონდეს იმ შემთხვევაში შემიძლია აგიგრძავ იმ სიტუაციას და უამრავი ძალიან საინტერესო რაღაცა. ბუნებრივია გარდა იმისა, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვსწავლობთ, ვიგებთ იმ ინოვაციებს, რასაც გეგმავს ზოგადად საკპატენტი.